გამოვყავდი საპატიმრო ოთახიდან, მაჩოქებდნენ, მირტყამდნენ თავში, ასევე საჯდომზე, მაიძულებდნენ რომ ყვირილით მეგინებინა ბიძინა ივანიშვილისთვის, არ მაჭმევდნენ საჭმელს, ვიყავე მხოლოდ წყალზე ღამით. ყოველ 2 წუთში ერთხელ ფორთოჭკის გამოღებაზე ფეხზე თუ არ წამოდგებოდი, მაიძულებდნენ მთელი ღამის განმავლობაში ფეხზე მდგარიყავი და მეგინებინა ბიძინა ივანიშვილისთვის ტუალეტში არ გავყავარ. ასე შემდეგ და ასე შემდეგ წერილში პატიმარი კახაბერ გოგიშვილი მის წერილს დღეს კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. გოგიშვილი ქართული ოცნების წევრია, ის 12 ივნის კარალეთში მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს. იქ გახსოვთ, ქართული ოცნება სააგიტაციოდ იყო ჩასული და ეპიცენტრი კახიკალაძის ირგვლივ შეიქმნა. კახაბერ გოგიშვილი წერილს უგზავნის სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშ, მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავას და უწყებათა შორისი კომისიის თავმჯდომარეს გიგა ბოკერიასის მე-11 დღეა შიმშილობს. მას გარდა თელავის იზოლატორში შიმშილობენ ქართული ოცნების წევრები ცოტნე შენგელია და ვლადიმერ ჯანეზაშვილი. ადამიანის უფლებები და სამოქალაქო სექტორი პოლიტმეტრში ეკა ფოფხაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თეა თუთბერიძე, თავისუფლების ინსტიტუტი, მოგესალმებით ქალბატონებო. დიდი მადლობა ეთერში მონაწილეობისთვის და ირაკლი მელაშვილი, არჩევნის თავისუფლებისთვის. ირაკლი, მოგესალმებით და ასევე მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ირაკლი, შეგიძლიათ თუ არა გითხრათ, გახშირდა თუ არა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები წინა საარჩევნოდ, ეს უბრალოდ უფრო სააშკარაო, ახლა ვინაიდან მედია უფრო მეტი ყურადღებით იქცევა. მოდით ჩვენ შეგვიძლია ყველაზე ესეთი მარტივი ტესტი გავაკეთოთ, გადავხედოთ ბოლო პერიოდში რა სიხშირით უწევთ არასამთავრობო ორგანიზაციებს სხვადასხვა ფაქტებზე რეაგირება და უნდა გითხრათ, რომ ბოლო 1 თვის განმავლობაში ფაქტურად დღე არ გავა, რომ არ გაკეთდეს რაიმე განცხადება იმის თაობაზე, რომ ჟურნალისტი გაილახა, ოცნების წევრი აწამეს, ამორჩევლის უფლება შეინახა ვიღაცა, დააჯარიმეს ვიღაცას, გადაადეს. თითოეული ეს საქმე ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში იქნებოდა დიდი პოლიტიკური სკანდალის საგანი. უბრალოდ საქართველოში ჩვენ ამას ისე შევეჩვიეთ ახლა. ეს არის ყოველდღიური რუტინა, რომ აი რაღაცა მოხდა, ხო? აი ეგერ ბანკმა გააკეთა განცხადება, რომ იცით რა რაღაცა ტექნიკური ხარვეზია. ამ დროს ლანჩხუთში ადამიანს ამ ტექნიკური ხარვეზის შედეგად ინსულტმა დაარტყა და ეს უმძიმედ მდგომარეობაში გადაიყვანეს. ეხლა კარგად არის უკვე ირაკლის მაგრამ იმ მომენტში ძალიან მძიმე ვითარება შეიქმნა, ხო? თან ძალიან მაინტერესებს ტექნიკური ხარვეზი რა არის. აი ჯარიმ იქ შეიძლება რაღაცა კომპიუტერში მოხდა ყადაღა ტექნიკური ხარვეზია, ყადაღა ვერ იქნება ტექნიკური ხარვეზი. ბანკი თავისით ყადაღას ვერ ატებს და დაყადაღებულია ძალიან ბევრი ადამიანის ანგარიში და რატომღაც ყველა ერთი ნიშნით არის ხო შერჩეული. ეს ნიშანი არის ქართული ოცნების წევრობა. აქედან გამომდინარე, მე შემიძლია დავიჯერო, რომ კომპიუტერში რაღაცა მოხდა ტექნიკური ხარვეზით ვიღაცას რაღაცა დაეწერა საბანკო ანგარიშზე. თუმცა ძალიან იშვიათია და ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ბანკი უბრალოდ არასანდო ბანკია. ასე განმარტა საქართველოს არასანდო ბანკთან გვაქვს მაშინ საუბარი, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ახლა შეიძლება სალვაგარეთ ბრძანდებოდეთ, გქონდეთ ეს თქვენი საკრედიტო ბარათი და იქ უეცრად ეს ვერ მოიხმაროთ. ამის შემდეგ ბანკი საერთოდ გაკოტრდება მთელ სოფლიოში ასე რაღაც გავა, მაგრამ ყადაღა ტექნიკური ხარვეზი ვერ იქნება და ეს არის ტყუილი. თეას მინდა მიმართო თუთბერიძეს, ქალბატონ თეა. თქვენი ორგანიზაცია მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ აქტიურობდა ყველა დარღვევაზე, ადამიანის უფლების ფაქტზე, დარღვევაზე ვარდების რევოლუციამდე. დღეს თქვენ ახერხებთ თუ არა მონიტორინგს სწორედ აი იმ ფაქტების, რაზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და მიგაჩნიათ თუ არა საგანგაშოდ. იმ ფორმით, რა ფორმითაც ამას ახერხებენ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ბუნებრივია ამას ვახერხებთ. ჩვენ უბრალოდ თუ კი არ ხდება კონკრეტულად ასე ვთქვათ იმ კონკრეტული ფაქტის შესწავლა, ამაზე განცხადებები ზედაპირული ტიპის ვიკავებთ ხოლმე თავს რომ გაკეთდეს. სხვა შორის ამას ვაკეთებდით ჩვენ რევოლუციამდე პერიოდშიც. უბრალოდ იმ პერიოდში მე ვახდით კმარას წარმომადგენელიც და ჩვენივე ასე ვთქვათ ტიპის იმ დარღვევებზე, რასაც ჩვენი ორგანიზაციის წევრებთან დაკავშირებით ჰქონდა ხოლმე ადგილი, როდესაც ხდებოდა სხვადასხვა აქციების დაშლა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, პოლიციის და ასე შემდეგ. აქ რა თქმა უნდა ვამბობდით იმას, რაც იყო. რაც შეეხება
უშუალოდ ადამიანის უფლებების დარღვევას ბუნებრივია უამრავი განცხადება შემოდედა და შემოდის დღესაც. ბუნებრივია ვახდენთ შემდეგ ამ განცხადებების შესწავლას, რამდენად ეს არის, ასე ვთქვათ, რეალობასთან ახლოს ან არ არის. ამაზე ჩვენ თვითონ ვიქმნით წარმოდგენას და შემდეგ უკვე მიმართავთ ხოლმე პროკურატურას თუ შესაბამის ორგანოს, რომელთან დაკავშირებითაც ამა თუ იმ მოქალაქეს აქვს პრეტენზია. ქალბატონთია, აი ეს კონკრეტული ფაქტები, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, მაგალითად ის რომ 100-მდე მოქალაქეს უცებ ხარვეზის შედეგად მაინც და მაინც ქართული ოცნების წევრს დაუყადაღდა ანგარიშები, ორ მათგანს მილიონიანი, ესე იგი დავალიანება დახვდა უცებ. ეს არის თუ არა სიმპტომატური, ამას ჭირდება თუ არა განსაკუთრებული კვლევა? შესწავლა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე ვერ გეტყვით ახლა ამ შემთხვევაში აქ მოხდა რაიმე, ასე ვთქვათ, პროგრამული ხარვეზია და ბანკის პრობლემა თუ სხვა ტიპის პრობლემა. პრობლემა არის ის, რომ ამ ადამიანებს ამით, ნუ ჩვენ მოვისმინეთ, რომ ერთ-ერთი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარეს და მას აქვს სრული უფლება ამ ბანკთან მიმართებაში შეიტანოს სარჩელი სასამართლოში და მას მოთხოვოს, ასე ვთქვათ, მიღებული ზიანის ანაზღაურება, როგორც მორალური, ასევე ასე ვთქვათ, თუნდაც მატერიალური კუთხით, იმიტომ რომ ამ ადამიანს ჩვენ როგორც მივხვდით და დავინახეთ, დაჭირდა სასწრაფოს გამოძახება, იმიტომ რომ მან მიიღო ის ინფორმაცია, რა მნიშვნელობა აქვს, რის შედეგად მიიღო, ასე ვთქვათ, არეული პროგრამის შედეგად თუ ეს ხომ მისი მიზეზით არ მოხდა, რა მოხდა? ამდენად ტექნიკური შეცდომა არის, ყადაღის დადება, ბანკი ყადაღას ვერ ადებს. არა, ამ შემთხვევაში მე ვერ გეტყვით, ეხლა მე არ ვიცი რა ეწერა კონკრეტულად რა. ეს არის ფაქტი, რომელიც გურია ნიუსის ჟურნალისტებმა გამოიტანეს და კიდე ერთი წუთი შეიძლება. გამოიტანა არა კითხოს გისვა ბოდიშით. გამოიტანეს ეს ფაქტი, ადამიანებს არაფერს არ ეუბნებიან, მაგრამ ეუბნებიან, რომ ანგარიშები არის დაყადაღებული და ანგარიშის დაყადაღებას ბანკი ვერ მოახდენს და მით უმეტეს კომპიუტერული შეცდომა. ეს არის ჩემი აზრით ძალიან აბსურდი. კი ბატონო, მე ამ შემთხვევაში გურია ნიუსის ჟურნალისტს ვირას ეუბნება ეს ნამდვილად არ ვიცი, იმიტომ რომ ოფიციალური დოკუმენტი ჩვენ არ გვინახავს. გურია ნიუსის ჟურნალისტს ეუბნება ბანკის თანამშრომელი. ვინ არის ეს ბანკის თანამშრომელი, ისიც არ ვიცით, არის ბანკის თანამშრომელი თუ არ ვიცით თუ ვინმე მოქალაქეა, ეგეც არ ვიცით, ხო თუ კი არ შეგვიძლია. არა, სასაცილო არაფერი არ არის ბატონო ბანკში შეპარულები არიან ეთქობა გადაცმული ბანკის ფორმაში გადაცმული თანამშრომელი. უკაცრავ დიდი ბოდიშით ბანკში მოქალაქე შეიძლება იყოს ხო მე სანამ არ გავარკვევ ვინ იყო ის ადამიანი რის საფუძველზე გასცა ეს პასუხი გურია ნიუსის თან ასე ვთქვათ წარმომადგენელს თუ ნებისმიერ სხვა ჟურნალისტს მანამდე მე ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით ერთ-ერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის რომ ამ ასე ვთქვათ პრობლემასთან დაკავშირებით რა პრობლემა წარმოიქმნა ამ ადამიანებს აქვს სრული უფლება მიმართონ სასამართლოს და კონკრეტულად შეიტანონ ბატონო ჩვენ სასამართლოს სადაც სასამართლოს აუცილებლად იქნება იცით რა არის მე მინდა გითხრათ რომ ეს სკეპტიკულად მთლად არა ვარ მიუხედავად იმისა რომ არ ვთვლი რომ დღეს ჩვენი სასამართლო რეფორმა წარმატებულია ბუნებრივია არის ასე ვთქვათ ბოლო ფაქტი ვერ მეთქვით როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელმა დაჯარიმებულმა დევრილმა და ასე შემდეგ სასამართლო მოიგო საქართველოში ხელისუფლების ანაციონალური მოძრაობა. ბოლო ფაქტს ხო ვერ შემახსენებდი? არც მე არ მახსოვს ეს ბოლო ფაქტი, უბრალოდ ერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის რომ ის ადამიანები, ვინც ხელფას იღებენ, ეს იქნება ქართული ოცნების, ნაციონალური მოძრაობის თუ ნებისმიერი სხვა რომელიმე პარტიისგან, რომლებიც არიან ამ კარდაკარის პროგრამის მონაწილეები თუ ასე შემდეგ, ისინი არიან ჩვეულებრივი ადამიანები, არ გახლავთ არც პოლიტიკური პარტიის ლიდერები და არც პოლიტიკოსები მათ შეიძლება თითოეული მათგანი სულაც არ იყოს ასე ვთქვათ უშუალო მხარდამჭერი აი ამ თუ პოლიტიკური პარტიის მაგრამ მას შემოსავლის წყარო ჭირდება და საინტერესებს თუ არა ბალდონთია აი ამ კონკრეტული საქმე თავისუფლების ინსტიტუტს აინტერესებს თუ არა სით შემთხვევები არა რა თქმა უნდა აინტერესებს და დავინტერესდები მე პირადად იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანებს რომელსაც ბანკის გაუმართავი ასე ვთქვათ ტექნიკური ხარვეზის თუ არ ვიცი რა შეიძლება დავარქვათ ამას მან მიიღო ასე ვთქვათ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მას შეუძლია ესე იგი უჩივლოს მეორე კითხვა მაქვს პატიმრის შემთხვევა რომელიც მე ვახსენე არის თუ არა ეს ასევე სიმპტომატური ვინაიდან ყველა საერთაშორისო დასკვნაში ბოლო პერიოდში წერია რომ განსაკუთრებულად მძიმე
მდგომარეობა პენიტენციალურ სისტემაში. თანხმებით რომ ეს წერია განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობა პენიტენციალურ სისტემაში იყო ძალიან ასე ვთქვათ ბევრი წლის წინ, დაახლოებით 7-8 წლის წინ. ნუ ვისაც არ ქონია პენიტენციალურ სისტემასთან შეხება, მისთვის შეიძლება ჩათვალოს რომ იგივე მდგომარეობა ან განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა მე მინახავს ჩემი თვალით რაც იყო ციხეში. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ეხლა გაქვთ საშუალება რომ ციხეში შეხვიდეთ და ნახოთ მე სამწუხაროდ და აღარ სარგებლობ. იბრძვით რომ შეხვიდეთ, იბრძვით რომ ნახოთ შეიძლება რომ გაგცეთ პასუხი. მაშინ მე სარგებლობდი უშუალოდ პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე ვიყავი მისი უფლებამოსილი პირი, ან წარმომადგენელი, არა მხოლოდ საშელახსვლების სისტემაში, არამედ ყველა დახვეული ტიპის დაწესებულებაში და ჩემნაირი უფლებამოსილებით სარგებლობდა 20 ადამიანი ასევე. დაწყებული თინა ხიდაშელიდან დამთავრებული ლაშა, ასე ვთქვათ, გასაგებია. დღეს ამის უფლებამოსილება თქვენ არ გაქვთ, ჩემთვის გასაგებია, ამიტომ გქონდა ეს ბრძანება და დღეს მე ამ უფლებამოსილებით არ სარგებლობ, თუმცა მიუხედავად ამისა, მე ვცდილობ ყოველი ის განცხადება, რომელიც მოდის ხოლმე ჩემთან მოქალაქეების თუ პატიმრის, ამასთან დაკავშირებით შემდეგ მოვახდინო, ასე ვთქვათ, გარკვეული შესწავლა და მადლობა ხალხო. ეგაგი გაური მინდა ჩავთო დისკუსიაში. თეა უკაცრავად ეკა ფოფხაძე მინდა ჩავთო ესე იგი დისკუსიაში. ეკა, ეხლა თეა ამბობდა რომ განსაკუთრებულად ცუდი მდგომარეობა პენიტენციალურ სისტემაში არ არის. ჩვენ გქონდა დღესაც ფაქტი, ციხიდან მოწერილი წერილის ძალიან პატარა ფრაგმენტი გავაცანით ჩვენს მაყურებელს უფრო სრულად ეს წერილი შეგიძლიათ ნახოთ კახეთის საინფორმაციო ცენტრის ესე იგი ვებზე. თქვენ რა სიტყვით, რა კონკრეტული შემთხვევები აქვს საიას, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომელიც ძალიან ხშირად ადვოკატირებს ასეთ შემთხვევებს? კი ბატონო, მოგესალმებით პირველ რიგში. მაშინ დავიწყოთ ჯერამ გოგიშვილის ფაქტით. ჩვენ აღნიშნული ფაქტის საქმის კურსში ვართ, რა თქმა უნდა, ჩვენმა ადვოკატმა მოინახულა ეს პიროვნება დროებითი მოთავსების იზოლატორში და ნამდვილად ის ადასტურებს მის მიერ მუქარის, ზეწოლის და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს. უნდა აღინიშნოს, რომ ციხეებში არსებულ პრობლემურ საკითხებზე მეც შემიძლია რა თქმა უნდა საუბარი, მაგრამ კარგია თუ დავეყრდნობით საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს, რომლებიც ასევე ძალიან კრიტიკულად აფასებენ იქ არსებულ მდგომარეობას. ბუნებრივია თუ შედარებას გავაკეთებთ, არის გაუმჯობესება გარკვეული კუთხით, მაგრამ ერთი ტენდენცია რაც შეინიშნება არის ის, რომ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირებისადმი მოპყრობა არის საკმაოდ ცუდი და ეს არ არის პირველი ფაქტი. ანუ აქ გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ ეს მიზანმიმართულად თუ პოლიტიკის დონეზეა, როდესაც პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების მიერ ხდება ძალიან ცუდი მოპყრობა შედარებით სხვა პატიმრებთან. ამიტომ გოგიშვილის შემთხვევაშიც გვაქვს იგივე საქმე და სხვა პატიმრებსაც ძალიან ხშირად პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ პატიმრებს, მაგალითად აქციების დროს დაკავებულ პატიმრებს ხშირად მოვმართავთ ჩვენთვის აი ესეთი კონკრეტული ფაქტებით. ანუ ეს არ არის პირველი შემთხვევა. ამიტომ ვითარება ამ მხრივ არის ძალიან ცუდი და ამას ვითარებას ამძიმებს სწორედ ის, რომ როდესაც ასეთი ფაქტების გახმაურება ხდება, როდესაც თვითონ ეს პირები არ უარყოფენ ამას და საჯაროდ საუბრობენ და შეიძლება გარკვეული მტკიცებულებები იქნეს მოძიებული ამ საქმეებთან დაკავშირებით, არ ხდება საქმეების გამოძიება და ადეკვატური რეაგირება. ანუ ეს არის შემდეგი პრობლემა. შეიძლება რომ ჩავეკითხო ანუ მე მაინტერესებს როგორ ახდენს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, როდესაც ასე ვთქვათ ამ მტკიცებითი ფორმით ამბობს ეხლა რასაც ვისმენდით, რომ ხდება ცუდი მოპყრობა. მხოლოდ პატიმრის მიერ მოწოდებული ინფორმაციაზე დაყრდნობით საუბრობთ ქალბატონო ეკა ამას თუ გაქვთ რაიმე სხვა ასე ვთქვათ მტკიცებულებები, რომელიც შეიძლება ამყარებდეს თქვენ ამ მოსაზრებას. უბრალოდ მე მინდა გაგიზია რომ ჩემი გამოცდილება რაც მქონდა ციხეებთან დაკავშირებით უამრავი პატიმარი უამრავ რაღაცას ამბობდა. ყოველთვის როდესაც გადამოწმება ხდებოდა ჩემი ამის ციხის ადმინისტრაციიდან დაწყებული ციხის თანამშრომლებით თუ სხვა პატიმრებით დამთავრებული და მათ ახსნა განმარტებებს ვართმევდი და კონკრეტულ კითხვებს უსმენდი, შემდეგ აღმოჩნდებოდა ხოლმე რომ ძალიან ასე ვთქვათ დიდ ცდომილებას ჰქონდა ხოლმე იმ მონაყოლსა და შემდეგ ახსნა განმარტება ჩამორთმეულ ადამიანებს შორის ასე ვთქვათ თუნდაც მის გვერდით მყოფ პატიმრებს შორის მონაყოლს როდესაც შევადარებდით თქვენ კარგად მუშაობდით, ნახოთ აბა ეკას ორგანიზაცია როგორ მუშაობს, რაზე დაყნობით ამბობთ ამას? არის სხვადასხვა ფაქტები, რაზე დაყნობითაც ამას ვსაუბრობ. დიახ, რა თქმა უნდა ვიტყვი. პირველ რიგში ციხე იცით რომ არის დახურული სისტემა და ძალიან რთულია იქიდან ინფორმაციის გამოტანა. ხშირ შემთხვევაში თვითონ პატიმრებიც კი არ საუბრობენ, იმიტომ რომ მათ აქვთ შიში, მაგრამ როდესაც ჩვენ ფიზიკური დიახ შიში ეხლაც აქვთ და ქონდაც თუმცა ისინი გვაძლევდნენ ჩვენ ახსნა განმარტებას. ქალბატონია მივცეთ თუ შეიძლება პასუხის საშუალება ქალბატონია. ეს არ მიუთითებს
სიტუაცია რომ გაუარეს და რაღაცა გაუარეს და სახალხო დამცველის წარმომადგენლები სარგებლობენ იმ უფლებამოსილებით სახალხო დამცველი რა შუაშია სახალხო დამცველი მაშინაც იყო და დღესაც არის მე ვსაუბრობ იმაზე რომ მაშინ არასამთავრობოებს ჰქონდათ საშუალება მონიტორინგი აწარმოებინათ დღეს ეს მონიტორინგი არ არის. და როდესაც ახლა ეტაპობრივად მიმართავთ რომ რატო ვერ ახერხებთ ამას ყველაფერს არის ძალიან მარტივი რამ. მაშინ თქვენ გქონდათ ამის საშუალება და დღეს ეს დემოკრატიული რეჟიმი რომელსაც თქვენ მხარს უჭერთ ამის საშუალებას ძალიან მხოლოდ ასევე ქალბატონ თიას მიმოწევს, იმიტომ რომ მე მასაობას არ ვაწყვეტილებდი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი საკითხებში არ ვეთანხმებოდი, გასაგებია. ხო, ერთი ალბათ უნდა გავითვალისწინოთ ციხის ფაქტორი, როგორც თქვი არის დახურული სისტემა და საკმაოდ რთულია იქიდან ინფორმაციის თუ კონკრეტული მტკიცებულებების გამოტანა. მეორე უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორიც, რომ ეს ადამიანები არიან შიშის ქვეშ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ადვოკატი ან მონიტორი, როცა გამოდის ეს ადამიანები რჩებიან მარტო ციხის ადმინისტრაციასთან, ამიტომ ეს შიშის ფაქტორიც გასათვალისწინებელია, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ჩვენ ამას ვადგენთ, შეიძლება პატიმრებს ჰქონდეთ ფიზიკური დაზიანებების ნიშნები. ანუ ხშირია ეს ქალბატონო ეკა. იცით რომ არის საერთოდ ამასთან დაკავშირებით ძირითადად სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმი მუშაობს, ისინიც ამბობენ და ჩვენც ძალიან სამწუხაროდ თვითონ პატიმრები არ არიან გახსნილები, ისინი ხშირად არ საუბრობენ ამ თემებზე. მათ აქვს სწორედ შიშის ფაქტორი და ზოგჯერ ამბობენ კიდევაც რომ ეს ფიზიკური დაზიანებები და უშუალოდ სხვა მხრივ მიიღეს. ანუ არ ამბობენ, მაგრამ ის ვინც ამბობს, რომ მათ მიმართ ციხეში ხორციელდება არასათანადო მოპყრობა და ამის კვალიც აღენიშნებათ, თვითონ ამ ადამიანების საქმეების გამოძიებაც არ ხდება ეფექტურად. ეს არის ძალიან მცირე შემთხვევები, როდესაც ეს ადამიანები ამას აღიარებენ და ყველამ ვიცით რატომაც არის ძალიან მცირე შემთხვევები, მაგრამ ამ ფაქტების მიმართ არ ხდება ადეკვატური რეაგირება. კახაბერ გოგიაშვილი კონკრეტული ადამიანი, რომელმაც მოგმართა წერილით ყველა საზოგადოებას, რომელმაც გადალახა შიშის ფაქტორი, მიუხედავად იმ რისკების, რაზეც თქვენ საუბრობთ. დღეს რა რისკის ქვეშ არის და რა შეგიძლიათ არასამთავრობო სექტორს გააკეთოთ სამი სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი ბრძანდებით და სამი სხვადასხვა პლატფორმის ერთი განსაკუთრებით. რა შეიძლება თქვენ გააკეთოთ იმისთვის, რომ ამ კონკრეტულ პატიმარს მიცეთ შვება? ამ შემთხვევაში მე როგორც გითხარით, ჩვენმა ადვოკატმა მოინახულა ეს პიროვნება, ჩვენ ასევე სამართალდამცავ ორგანოებს მივმართეთ ოფიციალური განცხადებით და მოვითხოვეთ აღნიშნული ფაქტის რეაგირება. ანუ ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეგვიძლია გამოვიტანოთ ინფორმაცია, გავხადოთ საჯარო, მივაწოდოთ ეს საერთაშორისო ორგანიზაციებს და გარკვეულწილად აი ამ კუთხით შეიძლება რაღაც ზეწოლის განხორციელება. მოდით იგივე კითხვა მაქვს თეასთანაც, რა კი ისე მოგმართა ადამიანმა, ყველას თქვენ რამდენად დაინტერესდებით ამ თემით და მივიღეთ ბოლომდე. რა თქმა უნდა, დაინტერესდებით უბრალოდ ბუნებრივია ციხე დახურული ტიპის ორგანიზაციაა და შიშის ფაქტორი მაშინაც არსებობდა, მაგრამ მაშინ მე რა უფლებამოსილებაც მქონდა, ის მაძლევდა უფლებას დამეკითხა სხვა ტიპის, ანუ სხვა ადამიანები, ის ადამიანები, ვინც უშუალოდ იმ პატიმრის გვერდით ისხდნენ, ასევე შემყავდა ექსპერტი, ვატარებდი თუ ფიზიკური დაზიანება ჰქონდა ექსპერტიზას და ამ დოკუმენტებს შემდეგ ვაგროვებდი და ვაგზავნებდი. დღეს რა შეიძლება გააკეთოს თავისუფლების ინსტიტუტი? ის ფუნქცია, ის ვიცი, ამასთან დაკავშირებით მებართვების მოპოვება პრაქტიკულად შეუძლებელია და ძალიან პრობლემებთან არის დაკავშირებული. თუმცა ეხლა უფრო გართულებულია, შემიძლია გითხრათ. კი ბატონო, მე ვიცი რომ ეს რთულია, მაგრამ სწორედ ამიტომ ჩაგეკითხეთ, თქვენ რის საფუძველზე აკეთებთ ხოლმე დასკვნებს, თქო, რაც შეეხება მტკიცების ტვირთი ჩვენ არ გვაქვს, მტკიცების ტვირთი აქვს ხელისუფლებას და მათ უნდა მოახდინონ გამოძიება ამ კუთხით ნებისმიერ ფაქტზე. მე ერთი რაღაც არ დამისვე, ჩემს მაშინ უნდა მეთქვა, ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანები რჩებიან იმავე ციხის ადმინისტრაციაში, რომელსაც უჩივიან. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. ქალბატონ თეა, რას გააკეთებთ კონკრეტულად ამ ადამიანის დასაცავად? მე მაქვს ძალიან კონკრეტული კითხვა თქვენ. მე სხვა რამეს საუბრობდი, მე მაინტერესებდა ისინი. მე კიდე სხვა რამეს გეკითხებოდით, ამ კონკრეტული ადამიანის დასაცავად გააკეთებთ თუ რამეს თქვენი ორგანიზაციის მაინტერესებს? თუ დამასრულებინებთ, აუცილებლად გაგაცემთ პასუხს. ამ შემთხვევაში მე სწორედ ის მაინტერესებდა, რის საფუძველზე აკეთებდნენ დასკვნებს და მტკიცებითი ფორმით საუბრობდნენ და არა ის რაც შემდეგ მომიყვა. მე ვიცი რომ დღეს რთულია და ამიტომ აქედან გამომდინარე მხოლოდ პატიმრის მოწოდებული ინფორმაცია იყო ეს თუ იყო შესწავლილი. რაც შეეხება მე რის გაკეთებას ვაპირებ, პირველ რიგში ვინაიდან მე არ მაქვს იქ შესვლის უფლება, მომიწევს ვითანამშრომლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახალხო დამცველთან, მის აპარატთან, ვინაიდან სახალხო დამცველთან არსებობს ეროვნული პრევენციის მექანიზმის, ასე ვთქვათ, საბჭო, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს ციხეში, ამ ადამიანებს აქვს შესაძლებლობა შევიდნენ და დაკითხონ არა უბრალოდ ახსნა განმარტებები ჩამოართვან არა მარტო ამ პატიმარს, არამედ სხვა პატიმრებსაც, მაგალითად ის ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა დაუშვათ რაღაც X კამერაში, იმ კამერიდან რა პერიოდში იყო გაყვანილი, ან იყო თუ არა საერთოდ გაყვანილი, ამასთან დაკავშირებით ახსნა
განმარტებები მოითხოვან გასაგებია ეს პროცედურა გასაგებია თქვენ ჩაერთვებით თუ არა აქტიურად მე ისე ვისკითხვა მაგრამ თუ არა ძალიან საგანგაშო უფლებამოსილების ფარგლებში და უფლებამოსილებაც დღეს მე მაქვს მაგრამ ვინაიდან პატიმრის გათავისუფლება ჩვენ ვერ მოგთხოვთ ვინაიდან მე არ მაქვს დღეს ციხეში შესვლის უფლება ამიტომ როგორც გითხარით აქტიურად უნდა ვითანამშრომლო სახალხო დამცველის აპარატთან და შესაბამისად მათი დახმარებით ეს ახსნა განმარტებები მოიპოვოთ სხვა პატიმრებისგან. დიდი მადლობა თეა ირაკლისთან მაქვს ესეთ შეკითხვა გასულ კვირას იყო რამდენიმე ფაქტი. მათ შორის ერთი იყო ცაიშის ძალიან ცნობილი ინციდენტი, სადაც ადამიანის უფლება არ მხოლოდ დაირღვა, არამედ დაპატიმრებულია ორი ადამიანი. ამის გამო გათავისუფლებულია ადგილობრივი მაღალჩინოსანი პოლიციის. მაღალჩინოსანი არ არის განთავისუფლებული. იმ ადგილის დაბალჩინოსანი. მაგაზე დაბალჩინოსანი არ არსებობს ალბათ. ყოველ შემთხვევაში რაღაცა არაფერი ეს არის უბნის რწმუნებული. გუბერნატორს ამის გამო არავინ მოხსნიდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაგრამ პოლიციის უფროს პოლიციის უფროს შეასმაგოს მინისტრი უნდა მოეხსნათ ალბათო. არა, მინისტრი სხვა რამის გამოიღო მოსახსნელი და ორშაბათს გვექნება მაგაზე პრესკონფერენცია ძალიან საინტერესო ფაქტებით სხვათა შორის. და ინტერესით მოგისმენთ. ძალიან როგორ აფასებთ ამ ფაქტს, იმიტომ რომ ეს არის პირველი შემთხვევა ძალიან დიდი ხანია მე არ მახსოვს რომ პრეზიდენტი პირადად გამოხმაურებოდეს კონკრეტულ ფაქტს. კადრები კარგადაა გაქვთ ნახე. პრეზიდენტი რამდენმე ჩიდგას იქიდან. პრეზიდენტის ფონზე ხდება ეს ყველაფერი და ძალიან კარგი შეიძლება ვერ გაიგო. შეიძლება ვერ გაიგო. აი 50 მეტრში ძალიან კარგი მხედველობაა, განსაკუთრებით გორი რომ ახსენდება, ესეთი კარგი მხედველობა აქვს, რომ 10 კილომეტრი თვითონავე რაინახა რომ გაიქცა. ასე რომ ძალიან დიდი ბოდიში ძალიან ეჭვი მეპარება რომ ვერ გაინახა უბრალოდ კადრები რომელიც გავიდა, ამის შემდეგ იყო PR რეაქცია ის რაც მოხდა. ეს არ იყო პოზიტივი უკვე პრეზიდენტის ქმედებაში, თუნდაც დაბალჩინოსნის გათავისუფლება და ორი ადამიანის დასჯა. ნინო ფარისევლობა პოზიტივი ვერასდროს ვერ იქნება, იმიტომ რომ ზუსტად მეორე დღეს, მესამე დღეს მსგავსი ფაქტები პრეზიდენტის შეხვედრებზე მოხდა კიდევ. პრეზიდენტმა, რა თქმა უნდა, ამის შესახებ იცის, იმიტომ რომ იგივე სოციალური ქსელები, იგივე მედია საშუალებები, ინტერნეტ გამოცემები სავსე იყო ამ ფაქტებით, პრეზიდენტი აღარ მისულა მათთან. მესმის რომ ახლა პრეზიდენტს მართლა ვერ მოსთხოვრო, ყველა ფაქტზე ასეთი რეაგირება მოახდინოს და მის უმეტესეს კახეთის კარგი. თუმცა დაბალჩინოსნის მოხსნა ყველგან შეიძლება ამისთვის. დაბალჩინოსნის მოხსნაზე არ არის, იცით, ვიღაცას მაღალჩინოსანს ამაზე პასუხი უნდა მოითხოვოს, იმიტომ რომ ეს ადამიანები, რომლებიც ამას სჩადიან, რომ შეიძლება ეს იყოს მათი პირადი ინიციატივა, მაგრამ არსებობს შემთხვევები, როდესაც პოლიციამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები არა ერთეულ შემთხვევაში, არამედ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი ფაქტი მოხდებოდა, როდესაც რეაგირება იყო მხოლოდ ერთ ფაქტზე და არა იმ მრავალ ფაქტზე, რომელიც ჩვენ ვიცით, სხვადასხვა რეგიონებში პრეზიდენტის შეხვედრის დროს, მე ვჭება შტაბ-ბიჭდება ეს უბრალოდ PR აქცია. ყველას მინდა გთხოვოთ, ყველა მონაწილეს ჩემი გადაცემის ამ ბლოკის ეკა, როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს, პრეზიდენტის ბოდიშს და რამდენიმე ადამიანისთვის სანქციას? დიახ, ამ ფაქტს რა თქმა უნდა ძალიან კრიტიკულად შევაფასებთ. ჩვენ გამოვიხმაურეთ კიდევაც ამას და გავაკეთეთ საჯარო განცხადება და დავგმეთ ეს ფაქტი. როგორც ირაკლი აღნიშნა, ეს არ არის სამწუხაროდ პირველი ფაქტი. ასევე ერთ-ერთი ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი დაფიქსირდა ანაკლიაში პრეზიდენტის ვიზიტის დროს, სადაც ასევე ხანდაზმული მოქალაქე ხელკეტით იქნა ნაცნობი პოლიციის თანამშრომლების მხრიდან და ეს ალბათ ქალბატონ თიას უფრო დაინტერესებს. აქ მოწმეთა ჩვენებაც არის, ძალიან ბევრი მეზობელი აწერს ხელს ამ ჩვენებას და ეს ჩვენებაც გამოვაქვეყნეთ ჩვენ, მაგრამ იმ შემთხვევაში რეაგირება არ მოყოლია. ცაისის შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე იყო შემაშფოთებელი და აქაც ჰქონდა მტკიცებულებები საკმაოდ ცალსახა, ის რეაგირება, რაც მას მოყვა, არის სრულიად არაადეკვატური. 15 დღე ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება არის სრულიად ადეკვატური და არის გარკვეულწილად შეიძლება ითქვას ცინიზმი. იმიტომ რომ ადმინისტრაციული პატიმრობა 30-90 დღე უფარდებენ იმ ადამიანებს, რომლებიც მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეები არიან და როგორც პოლიცია აღნიშნავს, გადაკეტეს ქუჩა. ეხლა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შეაფასოს რამდენად ადეკვატურია ქუჩის გადაკეტისთვის 30 ან 90 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება და იმ ინციდენტისთვის, რაც მოხდა ცაიში, 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება. სწორედ რაც თქვენ ახსენეთ, რომელიმე ოპოზიციონერს რო გაეკეთებინა, ხო ციმბირს უკან მოატოვებინებდნენ ისე ძალიან ისეთი გამოთქმარულობა რო ძველებული. რომელიმე ოპოზიციონერს რო გაეკეთებინა ეს რომელიმე შეხვედრაზე და ამისი ფაქტები ქონოდა. როგორ ვფიქრობ 15 დღით იკმარებდნენ, ძალიან იჩვენებარეთ. ეს თქვენი ვარაუდია, მე თეასთან მინდა გადავიდე შეკითხვით, თუმცა მანამდე მინდა სწორედ აი ანაკლის თემაზე უფრო მეტად გავერკვეთ. გურია ნიუსი ავრცელებდა ინფორმაციას ანაკლიაში მოხდა ინციდენტთან დაკავშირებით, ეკა მახსენა უკვე კონკრეტული წერილი მეზობლების იქ წერია.
ჩვენ ქვემორე ხელის მომწერნი წერილობით ვადასტურებთ 2012 წლის 16 ივნისს ჩვენი მეზობლების სერიოზა და ცინარა აბულაძის ოჯახის დარბევის ფაქტს. ვადასტურებთ, რომ მართლა მიუვარდნენ გადაცმული პოლიციელები პატრულის მანქანებით, რომელთა რაოდენობა აღემატებოდა 10-15 პირს. მათ მითითებებს აძლევდა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე ლექსო თოდუა. ის მანამდე მუშაობდა აქა და აქ და ეს არის წერილი. კონკრეტული პირია ცნობილი, ამოიცნეს ადამიანებმა, ეს პირი არ არის ჯერჯერობით, არანაირი სანქცია მას არ ადევს, ჩვეულებრივად მუშაობს თავის ადგილზე. ქალბატონ თია, ჭირდება თუ არა რეაგირება ყველა მსგავს ფაქტს? ბუნებრივია, ყველა მსგავს ფაქტს ჭირდება რეაგირება, იმიტომ რომ მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლების ასე ვთქვათ წარმომადგენლებს ყველა ის ინფორმაცია გქონდეს, რა შეიძლება ხდებოდეს კონკრეტულ ასე ვთქვათ რეგიონებში, კონკრეტულ სოფლებში, ადგილებზე და ჩვენ სამწუხაროდ არა გვაქვს ის ფუფუნება, რომ ისეთი კადრები იყოს ყველა ასე ვთქვათ თანამდებობაზე ეს იქნება ადგილზე გამგებიდან დაწყებული თუ გუბერნატორით თუ ასე ვთქვათ კონკრეტული რწმუნებულით სოფლის დამთავრებული, რომ მათ სახელმწიფოებრივი შეგნება ჰქონდეთ და ისე მიუდგნენ ყველა იმ პრობლემას, რომელიც მათ სახელმწიფოს პრობლემას არ შეუქმნის. მე მინდა გითხრათ, რომ თავად ის ცაიშის მაგალითი, რაც იყო ნახსენები, არის ძალიან კარგი იმისთვის, რომ პრევენცია დაინახოს თითოეულმა სხვა უბნის ასე ვთქვათ თუ კონკრეტული სოფლის რწმუნებულმა პოლიციის თანამშრომელმა თუ ნებისმიერმა სხვა ჩინოვნიკმა, რომელსაც შეიძლება გაუჩნდეს ცნება, რომ ასეთივე ფორმით მოახდინოს სხვა შეხვედრებიდან ადამიანების გაყვანა და კონკრეტული ასე ვთქვათ მათ მიმართ გარკვეული ტიპის შეურაცხყოფის მიყენება თუ სხვა. მე მინდა გამოთქვა იმედი, რომ ეს რეაგირება ხელისუფლების მხრიდან, რაც იქნა ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით და პრეზიდენტის მიერ ეს გადადგმული ნაბიჯი დაანახებს ამ ადამიანებს, რომ ესეთი ქმედება არის დათვური სამსახური მათი მხრიდან პრეზიდენტის მიმართ გაწეული და ეს არაფერ შეარჭირდება არც ამ ქვეყნის პრეზიდენტს და არც ამ ქვეყანას. ალბათონ თია, თქვენი ლოგიკა რო გავაგრძობთ, თუ ცაიშის მაგალითი ეს არის დადასტურება იმისა, რომ ყველა გააფრთხილეს, რომ არავინ არ უნდა მოიქცეს. ასე ანაკლის მაგალითი, ესე იგი ეს არის წახალისება პრეზიდენტის და ხელისუფლების მხრიდან, რომ სწორედ ასე უნდა მოიქცნენ, იმიტომ რომ აქ საქმე ეხება 20 კაცის ჩვენებას, სადაც ხელს ადებენ საკმაოდ მაღალი რანგის ჩინოვნიკს, პოლიციის თანამშრომელს და ეს მასალები გავრცელებული არის მედიით, ამ მასალებად ამაზე საუბრობთ არასამთავრობო ორგანიზაციები, არავინ რეაგირებას არ აქვს. მე ძალიან დიდი იმედი ლოგიკით თქვენ ეთანხმებით, რომ ეს წახალისება არის, აი ასეთ ფაქტებზე არ რეაგირება? ასეთ ეგეთ ფაქტებზე არ რეაგირება, რა თქმა უნდა ეს არის წახალისება და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შესაბამისი ასე ვთქვათ ამ ადამიანების ჩვენებებით დაინტერესდებიან საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლები და უშუალოდ გენერალური ინსპექცია, შინაგან საქმეთა სამინისტროსი და ამ კონკრეტულ შემთხვევასაც გამოიძიებენ და მოახდენენ რეაგირებას. რა თქმა უნდა, ერთი რამე გითხრათ? ძალიან დიდი ბოდიშით, მაგრამ მე და თქვენ დაახლოებით მაისის დასაწყისში ვიჯექით ამ ეთერში, სადაც საუბარი იყო, თქვენ იმედი გამოთვით, რომ კონტროლის პალატას, რომელსაც მასალები მივაწოდეთ და ის მასალები აქვე გაუშვეს, რომელიც პირდაპირ ადასტურებდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები კანონს არ ღვევდნენ, თქვენ დიდი იმედი გამოთქვით, რომ კონტროლის პალატა ამ საქმეზე რეაგირებას მოახდენა. სამითვე გავიდა, არანაირი რეაგირება კონტროლის პალატას არ მოუხდენთ. მე არ მახსოვს სამწუხაროდ თქვენი აქტიურობა ამ კუთხით. მე გამოთქვი იმედი და დღესაც გამოთქვა იმედს, რომ თითოეულ ამ ფაქტთან დაკავშირებით მოხდება შესაბამისი ორგანოების მხრიდან რეაგირება. თუ კი არ მოხდება რეაგირება, შეიძლება დამასრულებინოთ. მხოლოდ იმედი გამოთქვა თეა. ვერ მოვთხოვთ მას პრინციპში რეალურად გადაწყვეტილების მიღებას. გისმენთ? ანუ მე გამოთქვა იმედს, რომ თითოეულ იმ შემთხვევას, რაც შეიძლება გქონდეს, რასაც შეიძლება გქონდეს წინასაარჩევნო პერიოდში ადგილი, ამა თუ იმ ჩინოვნიკის თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მხრიდან კანონის დარღვევას ამას მოყვება რეაგირება. თუმცა თუ კი ჩვენ დავინახავთ, რომ ყველა შემთხვევას არ მოყვება რეაგირება, ბუნებრივია აი ამ კონკრეტული შემთხვევების შეკრებას და შესწავლას ასევე ახდენენ სადამკვირვებლო საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები და ისინი ალბათ გააკეთებენ საბოლოო ჯამში შეფასებას, რამდენად ამ ყველაფერმა რა გავლენა იქონია უпростоრად არჩევნებზე. ამ ყველაფერმა რამდენად მოახდინა არჩევნების შედეგების შეცვლა და ბუნებრივია ამის მიხედვით ისინი დაწერენ დასკვნებს. ეკას მინდა ვკითხოდე, დაასრულეთ. მინარე თითოეული ეს ფაქტი, რაც ვრცელდება, რასაც საზოგადოება ისმენს და რაც მიდის ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთანაც, ბუნებრივია ეს მათი მხრიდან აუცილებლად იქნება გათვალისწინებული შემდეგ უკვე არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ და მათი დასკვნების დაწერის პერიოდში ხდება ხოლმე ამაზე ხაზგასმა და ისინი ამას აუცილებლად პოზიცია მაინტერესებს ამ შემთხვევაში როგორც მოქალაქის და არასაერთაშორისო ორგანიზაციებს
ისინი ჩამოვლენ, მიხედავენ თავის საქმეს და წავლენ. თქვენი როგორც უფლებადამცველის, როდესაც 3 თვის განმავლობაში არანაირი რეაგირება არ არის კონტროლის პალატიდან, მაშინ როდესაც ერთ დღეში ახდენენ რეაგირებას ნებისმიერ შემთხვევაში ოპოზიცია. რატომ ხართ ჩუმად როგორც ადამიანები? ჩუმად რას ნიშნავს არ მესმის მე ერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის რომ სამწუხაროდ ხელისუფლება ხშირ შემთხვევაში როცა მე მქონია ხოლმე კონკრეტულად ასე ვთქვათ მიმართავს სამართალდამცავი ორგანოებისთვის და ხშირ შემთხვევაში არ მოყოლია ამას ადეკვატური რეაგირება ზოგ შემთხვევაში მოყოლია რაც მისასალმებელია, მაგრამ უბრალოდ მithქვამთ და დღესაც გავიმეორებ, ეს შეფარდება არის სრულიად არაადეკვატური და მიგაჩნიათ რომ მაგალითად გზის გადაკეტვა უფრო ნაკლები დანაშაულია და თურმე 30 დღის ადამიანის ცემა ერთი წუთი მე კიდევ ერთხელ გეუბნები არ გაწყვეტილებით, ამიტომ არ არის გზის გადაკეტვა არის სამართალ დარღვევა, მაგრამ ადამიანის თავისუფლების ხელშეუხებლობა არის უფრო დიდი სიკეთე ვიდრე გზის გადაკეტვა და ადამიანის გამოხატვის თავისუფლება და როცა ადამიანი როცა იძლევა ინტერვიუს მაშინ მივარდებიან მასთან და წაიყვანენ და აღუკვეთენ თავისუფლებას აქ მე მგონი უფრო დიდი დანაშაულის ვიდრე ქუჩის გადაკეტვასთან და ამას დიდი იურისპრუდენცია არჭირდება კვალიფიკაციაში ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით მიუხედავად იმისა რომ ხელმისაწვდომი ბრძანდებით მოგაძრავათ ეს არის დეტალები ეს ფაქტზე როდესაც პოლიციის სამშობლოები ხელკეტით ცემდნენ ხელკეტით ცემის შემთხვევა და თუნდაც ქუჩის გადაკეტვის შემთხვევა მე მგონი ერთმანეთს ვერ დავუკავშირებდა და დარწმუნებული ვარ ამ კრის შემთხვევაშიც თუ მოხდა რაიმე სანქცია, ალბათ იქნება ასევე ადმინისტრაციული პატიმრობა. მე მინდა ცოტა ხანი გთხოვოთ ყურადღება. დიახ, ცოტა ხანი გთხოვოთ ყურადღება, ქაბოტონო ეგა, ქაბოტონო ირაკლი. მე მინდა გთხოვოთ ყურადღება იმის გამო, რომ გაგახსენოთ ერთი ძალიან ცნობილი ინციდენტი, ეს მოხდა გურჯაანის სოფელ მელანში 26 სექტემბერს პრეზიდენტის ვიზიტის დროს შეხვედრის დაწყებამდე საჯარო სკოლის ჩალოუბნის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლამზირე ყოჩიშვილი, ესე იგი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს. მე მინდა ვიდეო გავიხსენოთ ის ვიდეო, რომელიც მაშინ გავცელდა და შემდეგ ნახოთ რა პოზიციაზეა დღეს კონკრეტულად ის ადამიანი, ვინც ეს ჩაიდინა. პრეზიდენტის აპარატში მქონდა წერილი შეტანილი და მინდოდა პრეზიდენტის ნახვა. ერთი პიროვნება მოვიდა და მიბრძანა სასწრაფოდ დატოვეთ ტერიტორიაო. რას ვაშავებ თქვენ მოკრძალებით უთხარით მე გაგათრევთ აქედან და ამ სიტყვის თქმა და ორი ბიჭის დაცემა ერთი იყო მიწაზე მადრევდნენ მე მანქანა მოვიდა არ ვჯდებოდი მანქანაში და შემტენეს იმ მანქანაში ზუსტად მარტყმევიდეს მანქანის გინაზე ის დღეში ჩავაგდეს მანქანიდან ვხდებოდი მე ის დამიკეტეს კარები მეოთხე სიცოცხლე შემთვის აზრია რა აქვს თქო რად მინდა სიცოცხლე ამ სამართლობაში სიმართლეს ვერ პოვლობ მერსა და თავი უნდა მოვიკრა თქო და მე მანქანის კარი დამიკეტეს გონი დავკარგე ვეღარაფერი ვეღარ გავიგე მერე და როგორ აღმოჩნდი კაჭრეთის საავადმყოფოში ისიც არ ვიცი 2012 წლის 26 ივლისს გურჯაანის პოლიციის ყოფილი უფროსი ლევან ბიცკინაშვილი, რომლის სამსახურეობრივი მანქანითაც კახეთში სოფელ მელანში პრეზიდენტის ვიზიტის დროს პედაგოგი ლამზირე ყოჩიშვილი გაიტაცეს და აწინაურეს. დღეს ლევან ბიცკინაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროს მოადგილედ დაინიშნა. ეს მოხდა გუშინ. აქ დღეს მეწერა ეს მოხდა გუშინ. თეა, თქვენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში ძალიან რთულია ამაზე კომენტარის გაკეთება, ბუნებრივია იმ ქალბატონის მონაყოლი რთული მოსასმენია. მე ვერ გეტყვით ახლა ეს ბიცკინაშვილის მანქანით გაიტაცეს თუ ნინიკაშვილის, უბრალოდ მე რაც შემიძლია ასე ვთქვათ გითხრათ არის ერთადერთი ის რომ ნამდვილად დავაზუსტო ამ ქალბატონის ასე ვთქვათ წაყვანა ვისი მანქანით მოხდა და თუ ის ადამიანი ნამდვილად არის დაწინაურებული. თუ დაწინაურებულია, ამას ბუნებრივია დაწინაურებულია ქალბატონია, ეს არის ფაქტი. არა, ეს არის ფაქტი არ არის ჩემთვის ესე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამეზე მომისმენია ჟურნალისტებისთან და ამ ასე ვთქვათ ტელევიზიაშიდაც როგორც ფაქტი და შემდეგ გადამოწმებია და ის ისე არ ყოფილა. ამ ინფორმაციაზე ჩვენ სააგენტოებს ვეყნობთ, ბუნებრივია. ბუნებრივი ინფორმაციის ცენტრი
გავრცელებს, აი ჩვენ შეგვიძლია მგონი კადრიც ნახოთ ამ ადამიანის ფოტო ვნახოთ ბატონი ბიძკინაშვილის, რომელიც გუშინ ქონდა. არაფერს არ მეუბნება ამ ფოტოზე არაწერია ის ბიძკინაშვილმა გაიტაცა. კარგით, რას გეუბნებათ ეს ინციდენტი? მაშინ ესე მე უბრალოდ რაც გითხარით ეს შემიძლია გავაკეთო ამ ფაქტთან დაკავშირებით. ფაქტი ეს არ არის, ეს არის ადამიანის მონაყოლი, რომელიც ყვება და ადამიანურად ეს არის ძალიან რთული მოსასმენი, თუმცა ბევრი რამე შეიძლება. მაგრამ არ იცით ეს რამდენად მართალია, შეიძლება დააყენოთ ეჭვის ქვეშ ყველაფერი ამ ქალის მონაყოლი ჟურნალისტის გავრცელებული ინფორმაცია, ჩემი შეკითხვა და ბიძკინაშვილის მიერ იყო ეს ადამიანი წაყვანილი, თუ ვის მიერ იყო ის ადამიანი ნამდვილად დაწინაურდა, შემდეგ თუ არ დაწინაურდა, ამის გარკვევას არაფერი არ უნდა, ამას გავარკვევთ რა თქმა უნდა და თუ ის სახალისება არის უბედურების რაც ხდება. ბატონოთია თქვენი საუბარი და აი ასეთი ტიპის მსჯელობები ძალიან დიდი ბოდიში ძალიან მაინტერესებს ჩვენივად ახერხებთ ყოველგვარი დადასტურების გარეშე როდესაც ოპოზიციაზე რამეს იტყვიან გამოხვიდეთ და თქვათ რომ რაც უდია და რუსეთის აგენტები და რუსეთიდან იმართება ეს ყოველგვარი დადასტურების გარეშე და ფაქტების გარეშე არის და ასეთი ფაქტები როდესაც ადამიანებს აი ასეთი შეადგენენ ამას თურმე შეიძლება გამოძიება ერთმანეთში ჩემ გამოხატვის თავისუფლებას და კონკრეტული ასე ვთქვათ ფაქტის შესწავლას. მე რომ ვფიქრობ, რომ სიტყვაზე თქვენ ხართ რუსეთის აგენტი, ეს არის ჩემი აზრის და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, რომ მე ვფიქრობ, რომ თქვენ ხართ агенტი. ვერავინ არ მომთხოვს ამის დადასტურებას. აზრი აქვს აგენტებზე, თეას აზრი არ აქვს დაზარალებული, ასე გამოდის. აზრი არაფერ შუაში არ არის. მე რომ უკაცრავად დიდი ბოდიშით რა, მე რომ ვფიქრობ, რომ თქვენ ხართ რუსეთის აგენტი, თქვენი მოქმედებებიდან გამომდინარე. ეს არის ჩემი აზრი და ვერავინ ვერ მომთხოვს ამაზე მტკიცებულებების წარმოდგენას, იმიტომ რომ აზრი სარგებლობს აბსოლუტური თავისუფლებით. რაც შეეხება კონკრეტულ ასე ვთქვათ ადამიანს, რომელიც საუბრობს, ამას ჭირდება იმ კონკრეტული ფაქტების გამოძიება, ვინაიდან ის ამბობს ყვება ასე ვთქვათ მიცი წაყვანის, გატაცების, ფიზიკური შეურაცხყოფის, სიტყვიერი შეურაცხყოფის და ასე შემდეგ ასე ვთქვათ ფაქტებზე საუბრობს და ბუნებრივია ეს ამას ჭირდება შესაბამისი ორგანოების მხრიდან გამოძიება და ამის შესწავლა. მე რაც ვთქვა რომ ეხლა თქვენ ხართ სრული ნაძრელა, ეს არის აბსოლუტურად თავისუფლება. თქვენ გაქვთ უფლება და მე ვიქნები აბსოლუტურად სწორი. თუ ნაძრელასა და რუსეთის აგენტ შორის და საერთოდ ნებისმიერი ქვეყნის გუნდა ამერიკის რაიმე განსხვავება არის. მინდა გითხრათ რომ ეს არის ის რასაც თქვენ ამას ეძახით გამოხატვის თავისუფლება? მე გირჩევ შეურაცხყოფას? მე გირჩევ წაიკითხოთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი როგორ ჩანს არა გაქვთ წაკითხული. წაიკითხეთ და ნახეთ რას ნიშნავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რას ნიშნავს აზრის აბსოლუტური თავისუფლება, რითი სარგებლობს აზრის გამოხატვა და შესაბამისად ჩვენ ყველა ჩვენთვის წავიკითხავთ იმას რაც არ გვაქვს ამ დრომდე წაკითხული ეკას მინდა ვკითხოთ თუ იცის რაიმე ამ ფაქტის შესახებ. წაკითხული ჟურნალისტი ხართ, უნდა გქონდეთ ნამდვილად ეს კანონი წაკითხული. მადლობა. ეკას მინდა ვკითხო, იცის თუ არა რაიმე ამ გურჯაანში მომხდარი კონკრეტული ფაქტის შესახებ. ჩვენ აღნიშნული ფაქტის შესახებ ასევე საინფორმაციო საშუალებებით შევიტყვეთ და ეხა კიდევ ერთხელ მოვისმინეთ. საერთოდ როგორც აღნიშნე ესეთი ფაქტები იყო უკვე რამდენიმე და ასევე ცალსახაა რომ ამ ფაქტთან დაკავშირებითაც არ ყოფილა ადეკვატური რეაგირება. მე ძალიან მიკვირს იცით რა არის ეს ფაქტი უკვე გაჟღერდა ის ინტერვიუ. აქ ერთი ადამიანი მიმართავს თუ 100 ადამიანი მნიშვნელობა არა. აქ ერთ შემთხვევაშიც კი არის ვალდებულება გამოძიების. მე უბრალოდ იცით რა ამათობთ, მაგრამ მე მგონი ძალიან ცხადია სიტუაცია მით უმეტეს მაყურებლისთვის, რაც არ უნდა თქვას ხალბატონმა თეამ, ცხადია რომ უკვე რამდენიმე ასეთი შემთხვევა ჩამოვთვალეთ, როდესაც პრეზიდენტის საჯარო შეხვედრებისას იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ დასვან გარკვეული პრობლემები და არიან კრიტიკულად განწყობილები, ამის შესაძლებლობა არ ეძლევათ და არათუ არ ეძლევათ, არამედ მათ მიმართ ხდება ფიზიკური ძალადობა, საკმაოდ რთული და შემაშფოთებელი ფორმებით და ამას შემდეგ არ მოყვება ადეკვატური რეაგირება. მე მგონი ძალიან ბევრი შემთხვევა განვიხილეთ და სხვათა შორის ძალიან ბევრ შემთხვევაში სამართალდამტყუარების მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით დასახელდა, როცა თვითონ პირები ასახელებენ სახელებს და გვარებს ან მოწმეები, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც არ ხდება ადეკვატური რეაგირება. რასთან გვაქვს საქმე, რა თქმა უნდა, შერჩევით მართლმსაჯულებასთან. მაშინ როცა ერთი მხრივ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ნებისმიერ სამართალდამტყუარზე ხდება ადეკვატური, საკმაოდ სწრაფი, ეფექტური რეაგირება და საკმაოდ მკაცრი სასჯელებისა თუ ჯარიმების გამოყენება, მეორე მხრივ ჩვენ ვხედავთ, როდესაც საუბარი არის სავარაუდოდ
ხელისუფლების თუ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან გარკვეული ძალადობის თუ იძულების ფაქტებზე, ამ შემთხვევაში გამოძიება ან საერთოდ არ იწყება, ან დაწყებული გამოძიება გრძელდება, შეიძლება ითქვას სამუდამოდ, იმიტომ რომ ეს საქმე შემოიდება თაროზე და ამის შემდეგ როდესაც მიმართავთ და კითხულობთ, რამე საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა თუ არა, რა ეტაპზეა საქმე, არის ერთი ტრაფარეტული პასუხი, მიმდინარეობს გამოძიება. მორჩა სხვა პასუხს აღნიშნულთან დაკავშირებით ვერ მოისმენთ. და მესამე, თუ მოხდა რეაგირება, თუ მოხდა საოცრება და მოხდა რეაგირება, ეს არის გამონაკლეს შემთხვევები, სასჯელი არის ძალიან არაადეკვატური, როგორც საიშის ინციდენტთან დაკავშირებით. ხომ არ გეჩვენებათ, რომ ადეკვატურობასთან დაკავშირებით სუბიექტური არის. აქ ამ შემთხვევაში ჩვენ ეხლა საუბრობთ, არა, როდესაც საუბრობთ კანონზე და ფინალისკენ მივიდივართ, ეხლა თუ შეიძლება დაასრულოთ, შემდეგ თეას აქვს კომენტარი და ირაკლი და დრო. იცით რა, უბრალოდ აქ ეხლა ჩვენ რამდენიმე საკითხი ჩავთვალეთ, მაგრამ იყო ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინციდენტი, რაც არ გვითქვამს და აუცილებელია აღინიშნოს. ამ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებთან დაკავშირებით განხორციელებული ზეწოლის მუქარეს თუ ძალადობის ფაქტები არის ძალიან მნიშვნელოვანი. კარალეთის ინციდენტი და შიდა ქართლში მომხდარი სხვა ინციდენტები, სადაც დაფიქსირდა ცალსახად ტელევიზიებმა დააფიქსირეს საჯარო მოხელეების მონაწილეობა ამ ინციდენტებში და ამ იძულების ფაქტებში. არც ერთ ამ ინციდენტს არ მოყოლია სამწუხაროდ ადეკვატური რეაგირება და არც ერთი საჯარო მოხელე, რომელიც ხელჩართულ ბრძოლაში იყო აქციის მონაწილეებთან, სწორედ მაშინ, როცა ისინი საჯარო სამსახურის შესახებ კამერით თავიანთ ოთახებში უნდა ყოფილიყვნენ და თავიანთ სამსახურებრივი მოვალეობა უნდა განეხორციელებინათ და არა აქციაზე ყოფილიყვნენ და ასე ვთქვათ, ძალადობა და წინააღმდეგობა გაეწიათ ჟურნალისტისთვის თუ სხვა აქციის მონაწილესთვის, არც ერთ ამ ფაქტზე არ მომხდარა რეაგირება. და ეს არის პრობლემა სწორედ ჩერჩევითი მართლმსაჯულების საკითხებზე, როცა საუბრობთ. თეა კომენტარი გქონდა. დიახ, არაფერი, ეხა კარალეთის მაგალითს თუ მივყევით და იმ მაგალითებს ძალიან დიდხანს მომიწევს ამაზე საუბარი, უბრალოდ ძალიან მისასალმებელია. პოლიტიკა გამოვრიცხოთ, ადამიანის უფლებები დავტოვოთ. ასოციაციის წარმომადგენელი ერთი რაც დადებითი თქვა, რომ ადეკვატურ რეაგირებას ახდენსო და სწრაფად ახდენს ოპოზიციის წარმომადგენლებთან დაკავშირებით, რომ კარგია თუ ახდენენ ადეკვატურ რეაგირებას და სწრაფად ახდენენ, მაგრამ მე ვიტოვებ იმედს, რომ მოახდენენ სხვა ფაქტებზედაც ადეკვატურ რეაგირებას, თუმცა ეს ადეკვატურობა ცოტა ესეთი არის, ჩემი აზრით შეიძლება იყოს რაღაცა ადეკვატური სასჯელი, ვიღაცის აზრით არ იყოს ადეკვატური. აქედან გამომდინარე, ეხლა მე ქალბატონ ეკას თავისი მოსაზრება აქვს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მისი შეფასება არის, რამდენად ადეკვატურია თუ არ არის ადეკვატური. მოდით ერთობა სამუდამოდ რო გავარკვიოთ, მე მოგ თქვენთან პირად ტესტი ჩიკიტა თავისუფლების ინსტიტუტი და თქვენ პირადად თეა თუთბერიდე, რომელიც რევოლუციამდე ცნობილი იყო თავის ეს მებრძოლი ბუნებით, ჩვენ მე არაერთხელ გადამიღიხართ თქვენ მსგავს სიტუაციებში 2003 წლამდე, რაც ახლა ჩვენ საუბრობთ, თქვენ ახლა ამ წუთში დაკავებული ხართ აქციებზე. დიახ, სხვა ტიპის აქციაზე. თქვენ ახლა ზოგადად ამ წუთშიც და მანამდეც დაკავებული ხართ ხელისუფლების ადვოკატირებით თუ ადამიანის უფლებების არ არის ხელისუფლების ადვოკატირება, მე ხელისუფლების გარკვევა ვიცოდე უბრალოდ თქვენ ხართ ხელისუფლების ხელისუფლების დანამატი NGO თუ თქვენ ხართ ისევ თეა თუთბერიძე, ისევ თავისუფლების ინსტიტუტი, რომელსაც იგივე მიდგომა ვარ სალომე, ეს არა ქვია ნინიგაშვილი. ძალიან მომწონს ეს გვარი ალბათ, იმიტომ რომ ხშირად ვახსენებ. მოკლედ, მე მინდა გითხრათ, რომ რეაგირების ფორმები ამა თუ იმ რეაგირების არა უფრო სწორად ჩვენი მხრიდან და ჩემი მხრიდან პირადად აქტიურობა ამა თუ იმ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ადამიანის უფლების დარღვევა იქნება ეს თუ ხელისუფლების გაკრიტიკება იმასთან დაკავშირებით რაც არ მომწონს ამას ვაკეთებდი და ვაკეთებ დღესაც და გავაკეთებ მომავალშიდაც თქვენ ეთყობა არ არის აუცილებელი ხა ყველა ადამიანს უსმინოთ ვინც შეიძლება საუბრობდეს ამ ფაქტებთან დაკავშირებით მაგრამ მე მაესტროს ეთერითაც და სხვა ტელევიზიებშიც არაერთხელ მისაუბრია იმასთან დაკავშირებით, რაც არ მომწონს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები და ვისაუბრებ მომავალშიდაც. რაც შეეხება ფორმას, მე რა ფორმით მოვახდენ ადამიანის უფლებასთან დაკავშირებით, გამოვხატავ ჩემს დამოკიდებულებას დარღვევაზე, გამოვა აქციას ჩავატარებ თუ ოფიციალურად მიმართავ ამა თუ იმ ორგანოს თუ რას გავაკეთებ ეს არის ჩვენი გადასაწყვეტი ერთი და იგივე ფორმები ყოველთვის არ ასე ვთქვათ არ არის ეფექტური იმ პერიოდში ჩვენ მიგვაჩნდა რომ აქციების სახით აქტიურობა იყო ეფექტური თუმცა ყოველთვის კიდევ მეორე ერთი და იგივე ფორმით ბრძოლა გარკვეული უკანონობის თუ სამართლობის წინააღმდეგ არ იღებს შედეგს ამით აქედან გამომდინარე ჩვენ თავის დროზე შევარდნაძის ხელისუფლებასთან ერთი წუთით დავასრულებ თუ შეიძლება გქონდა ცდილობა იმისა რომ
გვეთანამშრომლა იყო ესეთი ასე ვთქვათ მათი მხრიდანაც წამოსული წინადადებები, მაგრამ როცა დავინახეთ რომ ეს იყო მხოლოდ ცარიელი სიტყვები, შემდეგ უკვე გამოვედით ქუჩაში. დღეს ჩვენ ვეხმარებოდით შევარდნაძის ხელისუფლებასაც იმისთვის რომ წინ წასულიყო ჩვენი ქვეყანა და განვითარებულიყო, მაგრამ როცა დავინახეთ რომ მათი დაპირებები იყო მხოლოდ დაპირებები, ამიტომაც უკიდურესი ზომა იყო ქუჩაში გამოსვლა. დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ რომ ქუჩაში გამოსვლა არის ერთადერთი გამოსავალი იმ ვითარებაში, რა ვითარებაც გვაქვს. მადლობა თეატრო თბერიძეს თავისუფლების ინსტიტუტიდან. ჩვენ დავასრულოთ, მე უბრალოდ მინდა ვთქვა რომ უნებრივია პოზიცია თქვენია, მე არ მithქვევს რომ თქვენ ვინმეს პოზიცია უნდა გაიზიაროთ, უბრალოდ შეფასებებია საზოგადოების, ეკას რაღაც თქმა უნდა ძალიან მოკლედ ერთ წინადადებას. რაღაც არასწორი ინტერპრეტაცია გაკეთა ჩემი თქმის, ამიტომ უნდა ვთქვა, მე არ მეთქვა რომ ოპოზიციის ქმედებებზე ადეკვატურად. მე ვიგულისხმევ სისწრაფის კუთხით, ანუ ხდება სწრაფად და ადეკვატურად, ვამბობ, ანუ როგორც კი რაღაც ფაქტი. დიდი მადლობა, გასაგებია. არა, ერთი რაღაც უნდა ვთქვა, მაგრამ შედარების საკეთ არ შემიძლია არ მივიყვანო ერთი მაგალითი. მაგალითად ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისთან დაკავშირებით როცა ხდება რეაგირება, კვალიფიკაცია და ყოველთვის არის დამძიმებული. არ შემიძლია არ მოვიყვანო მაგალითი კონსერვატული პარტიის წარმომადგენლების 3 წევრის დაპატიმრებასთან დაკავშირებით, როდესაც მათ შემთხვევა ჩვენ განვიხილეთ პოლიტიკის მაყურებელმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები გამოიკვეთა და ისინი სისხლის სამართლწესით დასაჭეს. და პირიქით მოხდა ცაიშის ინციდენტთან დაკავშირებით. ეკა საია თეატრო თბერიძე თავისუფლების ინსტიტუტი ირაკლი ფინალური კომენტარი ძალიან მოკლედ თუ შეიძლება. არაფერი, რა ფინალური კომენტარი უნდა ითქვას, ახლა ყველა უსმენთ ხომ, ზუსტად იგივე მაგალითის მოყვანას ვაპირებდი, რაც ეკა მოიყვანა, როდესაც ადეკვატურობაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა თავისუფლების ინსტიტუტთან უფლებადამცველს მიაცნია რომ ქალს რო გალახავენ საჯაროდ და სხვა შორის საჯაროდ ცემა ადამიანის არამატო ფიზიკური შეურაცხყოფა არის, არამედ არის უზრდესი მორალური ტრავმა, ხო? როდესაც ამას გააკეთებენ ეს თუნდაც 15 დღე უნდა ჩასვა და ეს არის პრევენცია მომავალი დარღვევების და რასაც ჩვენ უყურებთ ოპოზიციის მიმართ, ეს არის თურმე სამართლიანი და ადეკვატური. თუმცა ამბობდა რომ მას არ აქვს საკმარისი ფაქტები, რომ ვიდეო არ არის საკმარისი, ამას სჭირდება გამოძიება. ვიდეო არ არის საკმარისი, ოციკაცის ჩვენება არ არის საკმარისი, გასაცოდავებული ქალის რომელიც ემეს იმის ქალის ჩვენება არ არის საკმარისი, საკმარისი არის ბაჭუ ახალაიას ნათქვამი, ვანო მერაბიჩვილის ნათქვამი, ეს არის საკმარისი. დიდი მადლობა ირაკლი მელაშვილი, ორგანიზაცია არჩევნის თავისუფლებისთვის. კვირის განმავლობაში მოხდა რამბებს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი კობელი კლიკაძე თავისი ბლოგით გამოეხმაურა. პირდაპირ ჩართვა თავისუფლების პრაღის ოფისიდან რეკლამის შემდეგ მანამდე Facebook-ი გელით.